დღეს მინდა ერთი საინტერესო ადგილი შემოგთავაზოთ. გადაშალეთ ახალი აღთქმა ლუკას სახარება მესამე თავი. ვკითხულობთ. ტიბერიუსის კეისრის მთავრობის მე-15 წელს პონტოელი პილატეს განმგებლობისას იუდეიაში, ჰეროდეს ტეტრარქობისას გალილეიაში, მისი ძმის ფილიპეს ტეტრარქობისას იტურეასა და ტრახონიტის მხარეში და ლისანიასის ტეტრარქობისას აბილენში. ანასა და კაიაფას მღვდელმთავრობის დროს იყო სიტყვა ღვთისა იოანესადმი, ზაქარიას ძისადმი უდაბნოში. დადიოდა იგი იორდანეს და მთელს არემარეში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად. როგორც წერია ესეა წინასწარმეტყველის წიგნთა წიგნში ხმამ ღაღადებლისა უდაბნოში განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღრო-ჩოღრო გზა გავაკდება და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღვთისაგან. მოსანათლავად მისულ ხალხს იოანე ეუბნებოდა: იქედნე თანაშობნო, ვინ გაგაფრთხილათ, რომ გაექცეთ მომავალ რისხვას, მას გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი და ნუ მოჰყვებით ერთმანეთში ლაპარაკს მამად აბრაამი ყავსო, ვინაიდან გეუბნებით თქვენ, რომ ღმერთ შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. აქამდე, აი ამ ადგილამდე. ლუკა გამოირჩევა ძალიან კონკრეტულობით. როცა ვიღაცაზე ლაპარაკობს, ის ცდილობს, არაერთხელ გვინახია ჩვენ და ამაზე გაგვიმახვილებია ყურადღება, რომ ის ცდილობს დაამტკიცოს ისტორიულად, რომ ესა თუ ის თემა მისი დაწერილი საკამათო არ იყოს. თუ ეს ეხება იესოს დაბადებას, შობას, მას მოჰყავს ზუსტად გენეალოგია, რომლის წინააღმდეგადაც ვერავინ ვერ ამოიღებს ხმას. და თუ მოჰყავს იოანე ამ შემთხვევაში, თუ ლაპარაკობს იოანეზე, მას მოჰყავს იმ დროის პოლიტიკოსები და რელიგიური წრეებიდან მმართველები, რომლის უარყოფაც არავის არ შეუძლია, იმიტომ რომ ისტორია სავსეა ამ პიროვნებებზე ამბებით. და ვიზე ლაპარაკობს? პირველ რიგში ლაპარაკობს პოლიტიკოსებზე. ტიბერიუსი იყო რომის მმართველის კეისარ ავგუსტისის მემკვიდრე, რომელიც მერე დამოუკიდებლად, რომელმაც დაიწყო 14-დან 29 წლამდე პირველ საუკუნეში მმართველობა. ეს იყო ცნობილი პიროვნება. ყველა მიცის, ისტორია მიცის. იგივე მერე მეორე მოჰყავს პილატე, ესეც ცნობილი პიროვნება ქრისტეს დროს, რამდენი რამე წერია პილატეზე. მერე მოჰყავს წარმოიდგინეთ ჰეროდე დიდის შემდეგ, რომელიც მოკვდა პირველი საუკუნის 4 წელში, რომელმაც ძალიან ცუდი როლი ითამაშა ისტორიაში, საღვთო ისტორიაში. ის პირველი საუკუნის 4 წელს მოკვდა, მას შემდეგ 4-ად გაიყო მისი სამეფო და ეგრეთ წოდებული ტეტრარქები მართავდნენ ამ 4-ად გაყოფილ სამეფოს. ტეტრარქი არის დაახლოებით ისე, რომ მეოთხედს მართავს, მეოთხედი მმართველი, მეოთხედის მმართველი უბრალოდ. ვინ იყვნენ ესე? ესენი იყვნენ ჰეროდე ანტიპა, მისი შვილი, გალილეას მართავდა, ჰეროდე ფილიპე, მისი ძმა იტურეასა და ტრახონიტის მხარეებს, ეს რაც ჩვენ წავიკითხეთ, იმას ვიმეორებ. მერე ლისანიასი, დამასკოს მხარეს ძალიან ცოტა ისტორიაში ცნობილი, ცოტა რაღაც ცნობილი ამ კაცის შესახებ, ამ პიროვნების შესახებ და
ის რომელიც არ არის ნახსენები არხელაი იყო, რომელიც სამარიასა და იდუმეიაში მეფობდა. ამავე დროს ლუკა ასახელებს რელიგიურ მოღვაწეებს, პირველ რიგში ანასა და კაიაფას. აი ანასა და კაიაფას მღვდლობისას. როგორ შეიძლებოდა რომ ორი მღვდელმთავარი ყოფილიყო ერთ დროს. საქმე იმაშია, ჩემო ძვირფასებო, რომ ანა დიდი მღვდელმთავარი მოღვაწეობდა პირველი საუკუნის 6-დან 16 წლამდე, მაგრამ თუ მანამდე მღვდელმთავრობა სიცოცხლის ბოლომდე ეკუთვნოდა რჯულის თანახმად ისრაელში, რომაელების ბატონობის ქვეშ რომაელებმა შეცვალეს ეს მმართველობა, შეცვალეს ეს წესი მმართველობისა და დაადგინეს მონაცვლეობა. ასე რომ პირველი საუკუნის 16 წლიდან მერე ანას ჰყავდა 5 ვაჟიშვილი და მონაცვლეობით ერთი კი ვერ შეცვალეს რომაელებმა, რომ მაინც გადადიოდა მემკვიდრეობით. და ხან ერთი ვაჟი იყო, ასე რომ 5 ვაჟმა იმღვდელა, ანუ იყვნენ მღვდელმთავრები და როდესაც აღარ ჰყავდა ეს ვაჟიშვილი, მერე გადაულოცა ეს მემკვიდრეობა მღვდელმთავრობისა კაიაფას. კაიაფა კიდე იყო მისი სიძე, ანას სიძე. მაგრამ იმიტომ წერია, რომ რეალური მმართველობა და რეალური ძალაუფლება მაინც მიუხედავად ამ ვაჟებისა და სიძისა ჰქონდა ანას. როგორც იცით, ქრისტე რომ შეიპყრეს, პირველად კაიაფასთან კი არ მიიყვანეს, ანასთან მიიყვანეს, იმიტომ რომ ეს იყო არაფორმალური, ეგრეთ წოდებული არაფორმალური მმართველი, რომელიც იყო ძალიან კორუმპირებული, ვერაფერს, ვერც ვაჭრობას, ვერც იმას, ეს ცნობილია ისტორიაში, ისრაელში ყოფნის დროს გიდმა გვაჩვენა ის ადგილები, სადაც ამ კაცს ტაძრის გარშემო ჰქონდა მოკლედ ყველაფერი რა, მთელი ბიზნესი, მთელი გავლენა ამ ანას გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებდა და ამიტომ ფაქტიურად კაიაფას დროს იყო ორი მმართველი, ერთი იყო ანა და მეორე იყო კაიაფა. და ამ ყველა რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ და რაც წერია, ყველა ისტორიულად ცნობილი პიროვნებების დასახელების შემდეგ, რომელზედაც ლუკას წერს, არც ერთ სკეპტიკოს არ შეუძლია რომ უარყოს ახალი აღთქმის ეს მონაკვეთი, ისტორიული მონაკვეთი, რომელიც შეეხება იოანეს მოღვაწეობას. იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, ლუკა ძალიან ზედმიწევნით ამას შესავალს უკეთებდა, რომ არავის ეჭვი და მით უმეტეს ებრაელებს არ გასჩენდათ, რომ ეს დაწერილი იყო რაღაც ფალსიფიცირებული. მერე მივადექით ჩვენ იმას, რაც წერია ხმა მღაღადებლისა უდაბნოში. ხმა მღაღადებლისა უდაბნოში. რა არის და ვინ არის ეს? იოანე ახლო ნათესავი იყო, ხორცით ნათესავი, იესოსი, მაგრამ იცით ეს, მაგრამ როგორც ეთყობა კარგა ხანი არ ენახა, მაგრამ ელოდებოდა იესოს მოსვლას და ის რომ ბევრი ხალხი მიდიოდა იორდანესთან მოსანათლად და მოსასმენად, იოანეს ალბათ ჰქონდა იმისი იმედი, რომ სულიწმინდა უკარნახებდა, როდესაც მაცხოვარი მესია მივიდოდა მასთან იორდანეზე. თვითონ იოანე იყო უცნაური პიროვნება, როგორც იგივე მათეს სახარებაში შეგიძლიათ წაიკითხოთ იოანეზე, ეს იყო ეწეოდა ეს პიროვნება, ეწეოდა ეგრეთ წოდებულ ასკეტურ ცხოვრებას. იყო უდაბნოში გახიზნული და გარეგნობით წააგავდა წინასწარმეტყველ ელიას, რომელზედაც წერია იოანეზე, რომ ელიას სულით მოვიდა, როგორც განსახიერებული ელია. მაგრამ რატო ეცვა ეს გამომწვევი, რატო ჰქონდა ეს გამომწვევი გარეგნობა და ეცვა აქლემისა ბეწვისაგან შეკერილი თუ
მთლიანი ეს სამოსი ზევიდან და ესე გაბურძგნილი როგორც ისტორიკოსები გვიყვებიან იმდროინდელი თმები, წვერი ჭამდა განსაკუთრებულ საჭმელს, ეს იყო თუ იპოვიდა ალბათ ველურ თაფლსა და ეგრეთ წოდებულ კალიას, მაგრამ ის კალი არ არის, რომელიც დღეს არის. ეს არის უდაბნოში ალბათ დიდი კალიების ნაირსახეობა იყო, რომელსაც დღესაც მიირთმევენ ზოგიერთი ტომის ხალხი. ეს არის პროტეინი და სავსებით საკმარისი იყო თუ კი იკვებებოდა იოანე, რომ მას ეცოცხლა და ენერგია შეენარჩუნებინა. ცხოვრობდა უდაბნოში. ეს უდაბნო არის იორდანეს გაღმა. მდინარე იორდანე მოდის თავიდან ჩრდილოეთიდან ქვევით და წარმოიდგინეთ, რომ ერთ მხარეს არის იერიხონი. იერიხონიდან იწყება ეს უდაბნო და გადაშლილია თითქმის მკვდარ ზღვამდე, მარილოვან ზღვამდე. მე მქონდა ამისი ბედნიერება, რომ მენახა ეს ადგილი იერიხონთან ახლოს, მაგრამ რო იტყვიან, აი შესახედავათაც კი არის აუტანელი. მოწითალო ფერისა, ბალახი არ არის, რაღაცა ბუჩქები, ეკლიანი ბუჩქები იზრდება და აი სიცოცხლეს მოკლებული, არანაირი სიცოცხლე გარდა შხამიანი ქვეწარმავლებისა ცხოვრობენ. ხო და აი ესეთ უდაბნოში ცხოვრობდა და ატარებდა თავის დროს იოანე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შესაძლოა ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ მისი ცხოვრება უდაბნოში ეს იყო დემონსტრირება იმისი, რა მდგომარეობაშიაც იყო იმ დროს ისრაელი, ებრაელი ხალხი. მათი ცხოვრება, ებრაელების ცხოვრება დაემსგავსა აი ამ უდაბნოს. უდაბნოს, უსიცოცხლო უდაბნოს, რომელთაც მარტო ეს რჩეული ერი, მარტო რელიგიური რიტუალებიღა შემორჩა. დანარჩენი სულიერობა აი ამ მომენტში, ქრისტეს მოსვლის პერიოდში, არაფერი აღარ ჰქონდა. მინდა გითხრათ, რომ ადამიანის ცხოვრება, თუნდაც მორწმუნეებისა, ჩვენ ახლა ყოველთვის ვიძახით, რომ ღმერთის შვილები ვართ, მორწმუნეები ვართ, როგორც ოდესღაც ებრაელები საუბრობდნენ თავიანთ თავზე და თuliდნენ, სინამდვილეში ასედაც იყო, მაგრამ შეიძლება, რომ ქრისტიანის ცხოვრებაც დაემსგავსოს უდაბნოს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეკლესიაში სიარული, რომლითაც ჩვენ ხანდახან უკმაყოფილდებით და თითქოს ეს არის ნიმუში ჩვენი სულიერი ცხოვრებისა, არ ასწვლის. ეკლესიაში სიარული ადამიანის ცხოვრებას არ ასწვლის. მე არ ვაკნინებ ეკლესიაში სიარულს, პირიქით, მოგიწოდებთ, რომ უნდა იაროთ, იმიტომ რომ აქ ისმის ღმერთის სიტყვა, მაგრამ თავისთავად ავტომატურად სიარული ეკლესიაში, მექანიკურად სიარული არ ასწვლის ადამიანის ცხოვრებას. ამიტომ ნურასოდეს დაკმაყოფილდებით, რომ თქვენ მოხვედით ეკლესიაში და ამით ყველაფერი დასრულდა. არა. ადამიანის ქრისტიანის ამ შემთხვევაში ცხოვრებასაც ცვლის მის გულში შესული იესო ქრისტე, რომელიც მერე აწესრიგებს ცხოვრებას და ადამიანის ელფერს, ცხოვრების ელფერს. მაგრამ აი, როცა ამაზე ვლაპარაკობ, ხანდახან მომდის ხოლმე აზრად, რომ ეგრეთ წოდებული ქრისტიანები გინახავთ გაპაწიწებული მაწყევარი ქრისტიანი, აი ხანდახან მე მინახია. გინახავთ მლანძღველი ქრისტიანი. მინახია. გინახავთ მთვრალი ქრისტიანი. მინახია. ყველაფერი ეს კიდევ სხვა ბევრი რამე, ეს არის ამაზრზენი. ეს არის უდაბნო. ქრისტიანების უდაბნო, რომელშიაც ბევრი ქრისტიანი ცხოვრობს. როგორც ეთყობა, იოანე პერიოდულად ამ უდაბნოდან გამოდიოდა
იორდანის პირას, მაშინ მინდა გითხრათ, რომ იორდანე დღევანდელი და იმდროინდელი არის ძალიან შეცვლილი. დღეს არის პატარა ნაკადი, რაღაცა 4-5 მეტრის სიგანისა, აი იერიხონთან, მაგრამ იმ დროს იყო დიდი მდინარე, რომ თუ გავიხსენებთ, რომ ებრაელთა ერს უნდა გადაელახა ეს მდინარე, ცოტა ძნელი იყო და ამიტომ სასწაული მოახდინა ღმერთმა. მაგრამ იმ დროს ეს მდინარის გარშემო იყო ჭალები, გამწვანება, ბუჩქნარი, ხეები, ანუ სიცოცხლე სუფევდა. იორდანეს თავით მოჰქონდა ადამიანებისათვის სიცოცხლე. იქ იყო გზა, სადაც მოგზაურები დადიოდნენ, იქ იყო ადგილები, სადაც ებრაელები გამოდიოდნენ იოანეს მოსასმენად და როგორც წერია მთელი სანახებიდან, და წარმოიდგინეთ იერუსალიმიდანაც კი, რომელიც მოშორებით იყო, მოდიოდნენ, რომ მოესმინათ ამ უცნაური კაცისთვის, იოანესთვის და როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ იოანე როცა ხედავდა ამ ადამიანებს, ქადაგებდა კიდეც და მერე აქვე ატარებდა ნათლობის რიტუალს. მეორე მხრივ ეს ხმა იოანესი, აი ებრაელებისათვის, ძირითადად ებრაელებისათვის, იყო დიდი კურთხევა. 400 წელი ისრაელს არ ჰყოლია, ეს იყო ჩაკეტილი პერიოდი, ეს იყო ასე ვთქვათ, სიცარიელის პერიოდი, 400 წელი, როდესაც ისრაელს წინასწარმეტყველი არ ჰყოლია და აი 400 წლის მერე გაისმა უდაბნოში ხმა იოანეს სახით, თავის თავს ადარებს ხმა მაღაღადებლისა უდაბნოში და ეს იყო ღმერთმა მოუვლინა თავის რჩეულ ერს დიდი კურთხევა, მაგრამ საკითხავია რაში გამოიყენეს და ეს უკანასკნელი შანსით ხელიდან გაუშვეს. რატო? იცით როგორ დაამთავრა იოანემ სიცოცხლე, თავი მოკვეთეს, მოკლეს და ძალიან ცოტა ვინმე თუ ისმენდა და არა, ბევრნი ისმენდნენ, მაგრამ ძალიან ცოტანი თუ იღებდნენ ან ინათლებოდნენ იოანეს ხელით. ებრაელები გადაიჩვინენ ამ დროს უკვე მონანიებას, მთავარი თემა იოანეს მოღვაწეობისა, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რომ ებრაელებს მოენანიებინათ, მონანიების ქადაგებას აკადაგებდა. დღეს როცა შეგვიძლია ჩვენ, ჩემო ძვირფასებო, ვიყოთ ხმა უდაბნოში, იმიტომ რომ დღეს ხედავთ მთელ ქვეყანას, სამყაროს, ეს არის როგორც უდაბნო. ჩვენ ქრისტიანებს შეგვიძლია ვიყოთ ხმა ამ უდაბნოში. დღეს არის ეს ერთ-ერთი შანსი. როცა დადგება ჟამი სასუფევლისა და შეწყდება ასე ვთქვათ არსებობა დედამიწაზე სატანური მოქმედებისა და ყველაფერი ცუდისა და დადგება ჯერ 1000 წლეულის შემდეგ სასუფეველი, წარმოიდგინეთ, რომ იქ უკვე აღარ იქნება საჭირო და აღარ მოგვეცემა ის შანსი. შანსი ქრისტიანებისა არის მხოლოდ აი ახლა უდაბნოს დროს. იმ უდაბნოსი, სადაც ჩვენავ ცხოვრობთ. რომ ჩვენ ვიყოთ იგივე ხმა, როგორც იოანე იყო. ხმა მღაღადებლისა უდაბნოში. იოანე ძირითადად აკეთებდა სამ მთავარ რამეს. აი ამ რო შევაჯამოთ. პირველი, ამზადებდა გზას. ანუ ეს სიმბოლურად არის ნათქვამი და სინამდვილეში ამზადებდა ადამიანის გულებს მესიასთან შესახვედრად. მესიასთან, ქრისტესთან შესახვედრად. ვიდრე ქრისტე გამოჩნდებოდა და დაიწყებდა მსახურებას, ძირითადი მსახურების დრო იოანესა ჰქონდა, ვიდრე ქრისტე დაიწყებდა
მსახურებას. ამიტომ ეს ხალხი, ვინც უსმენდა და ვინც გამოდიოდა იოანესთან იორდანის ნაპირებზე, მათ გულებს ამზადებდა, რომ ისინი როცა გამოჩნდებოდა მესია, მათთვის ეს უცხო არა ყოფილიყო. მეორე აკეთებდა იმას, რომ მოუწოდებდა მონანიებისაკენ. და მესამე ეს იყო ნათლავდა ხალხს. მაგრამ ამ ბოლო ორში უცნაური იყო ერთი რამ, რომ ებრაელები იმ დროს, როდესაც პირველ საუკუნეში მივიდნენ იქამდis, რომ ისინი ფიქრობდნენ, რომ მონანიება მათთვის არ იყო საჭირო. ეს განუცხადა კიდეც, ნუ ფიქრობთ, რომ ჩვენ აბრაამის ძენი ვართ და ამიტომ გადავრჩებითო. ღმერთ შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილებიო, რასაც ჩვენ ვკითხულობთ იოანეს სიტყვებიდან. ანუ არ თვლიდნენ საჭიროდ, რომ ებრაელები, რომ მათ სჭირდებოდათ მონანიება. თუ გახსოვთ ქრისტეს ნათქვამი იგავი, როდესაც ტაზარში შევიდნენ მებაჟე და ფარისეველი, გახსოვთ არა? და რა თქვა ფარისეველმა? რა მოხდა თავის თავზე? რა თქვა? მადლობთ შენ უფალო, რომ მე ესეთი ვარ და კვირაში ორჯერ მარხულობ, ლოცულობ, მიათეთს უწირავ. აი ეს იყო მთელი მათი რელიგიური ცხოვრება. საქმეები და რიტუალები და არას თვლიდნენ, რომ მონანიებაა საჭირო. მე არ ვიცი, ახლა შეიძლება დღეს ქრისტიანებმაც დაივიწყეს, რომ სჭირდებათ მონანიება. რაკეღა ჩვენ ერთხელ მოვინანიეთ უკვე ადრე, როდესაც ვიყავით უღმერთოები და გავიცანით ქრისტე, მოვედით ქრისტესთან, მოვინანიეთ, შეიძლება ბევრი არ თulis საჭიროთ, რომ ჩვენ კვლავ გვჭირდება მონანიება. მონანიება ქრისტიანებს სჭირდებათ ყოველ დღე. ჩვენ ვწოდავთ ენით, თვალით, საქმეებით და ფიქრებით და ყველაფრით. მთელი ჩვენი ცხოვრება ამ უდაბნოში ხეტიალია და ამიტომ შეუძლებელია, რომ ჩვენ არ ვწოდეთ. მთელი ჩვენი არსება გაჟღენთილია ცოდვით. ამიტომ ეს არის მუდმივი ომი ჩვენი და ომის ერთ-ერთი მთავარი მომენტი ეს არის მონანიება, რომ ადამიანი, ქრისტიანი ყოველდღე იწმინდებოდეს და მესამე, როგორც უკვე ვთქვით, ნათლავდა ხალხს. არც ამას ასთვლიდნენ საჭიროდ, რომ ებრაელები არ ინათლებოდნენ, ნათლავდნენ მარტო პროზელიტებს. თუ ვინმე წარმართებთან ნაცხოვრები ებრაელი ან წარმართი მოვიდოდა და მიიღებდა მათ რელიგიას, მხოლოდ მათ ანათლავდნენ და აი ეს როდესაც იოანემ დაიწყო ეს ნათლობა, მათთვის ეს იყო უცხო, რაღაცა განსაკუთრებული, უცნაური, რომ როგორ შეიძლებოდა, რომ იოანე სთავაზობდა ნათლობას მონანიების შემდეგ რჩეულ ერს, მაგრამ იოანე ამას აკეთებდა. უნდოდათ თუ არ უნდოდათ, ამას აკეთებდა. ყველაზე მთავარი კი, ჩემო ძვირფასებო, იყო ის, რომ იოანემ აი ამ ყველაფერში, რაზედაც ჩვენ საუბრობთ, იცოდა მკვეთრად და გაზრებულად იცოდა რისთვის იყო მოვლენილი ამ ქვეყანაზე და რა როლი ეკისრა იოანეს, რა როლი დააკისრა ღმერთმა მას. და ამას თვითონვე ამბობს, რომ მე მესია არა ვარ, მე ვარ წინამორბედი, ხმა მღაღადებლისა უდაბნოში. კარგი იქნებოდა თუ კი ყველა ქრისტიანი ექნებოდა გაცნობიერებული თავის თავზე და რა უნდა თავის თავზე ის რომ ჩვენ შემთხვევით არა ვართ დაბადებულები, მაგალითად მე, მაგალითად შენ, ნებისმიერი თქვენთაგანი, ჩვენ შემთხვევითობით არა ვართ დაბადებული დედამიწაზე, ანუ მოვლინებული, გაჩენილი დედამიწაზე. ის რომ მეორე ჩვენ შემთხვევით არა ვართ გადარჩენილები ღმერთის მიერ. ხშირად ვფიქრობ ხოლმე მე ამაზე, რომ რაღაცა გადავრჩი. მაგრამ მე ერთადერთი რასაც ვასკვნი ხოლმე, ალბათ ღმერთმა რაღაცის გულისთვის, თავისი მოწყალებით,
რაღაცა დამავალა, რაღაცა დამაკისრა მე, ასე რომ ჩვენ შემთხვევით არა ვართ გადარჩენილები და ასე ვთქვათ მარტო ცხოვრება, მარტო ცხოვრებისთვის ამისთვის არა ვართ მოსულები, რომ ნებისმიერს რო შეეკითხო, რომ აი რატო ხარ? აი გზაზე არ გინდა, ქუჩაში არ გინდა, ურწმუნოებთან არ გინდა, ეკლესიაში შეეკითხე ნებისმიერს და უთხარი, რომ აი რატო ხარ? აი რისთვისაც ცხოვრობ? რა არის შენი მთავარი აზრი? ბევრს გონია, რომ მადლობა ღმერთს, რომ გამაჩინა ღმერთმა, მადლობა რომ გადამარჩინა, მადლობა რომ ცხოვრობ. ცხოვრობ იმისათვის, რომ ვიცხოვრო, ცხოვრობ იმისათვის, რომ რა თქმა უნდა ღმერთი მწამდეს, ცხოვრობ იმისათვის, რომ ჩემი შვილებს ის უყო, გავზარდო, მოუქონიო ცხოვრება და როდესაც გარდავიცვლები, უფალი აბა რას მიზავს? წამიყვანს თავისთან. როგორ ეს არის მარტო აზრი ცხოვრების? ეს არ არის აზრი ცხოვრების. კი, ეს საუკეთესოა. რა თქმა ჩამოვთვალე, ეს ყველაფერი არის. გავდივართ ამას. და მომავალშიაც იმედია რომ სასופველი, მაგრამ ჩვენ ამისთვის არა ვცხოვრობთ. არა ვცხოვრობთ ამას. ჩვენ გვაკისრია უფრო აღმატებული რაღაცა. რომ მოვამზადოთ ადამიანის გულები ქრისტესთან შესახვედრად. იგივე რაც ევალა იოანეს. 21 საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობთ ჩვენ და ჩვენი თაობებზე, ჩვენს თაობებზე, აი ვინც ამ ისტორიის მონაკვეთში ცხოვრობს, ვინ არის პასუხისმგებელი მათ გადარჩენაზე და მათ მიყვანაზე ქრისტესთან? ვინ არის პასუხისმგებელი? ჩვენ. ჩვენ ვართ ხმა მღაღადებლისა ამ უდაბნოში, ამ ქვეყანაში. აი ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენ გვაკისრია. მაგრამ აქ არის ერთი რამ, რომ ვინ იღებს ამას სერიოზულად და ვინ არ იღებს. მე გადავიდეთ კონკრეტულად, რას თავაზობდა იოანე ამ ხალხს, მასთან მისულ ხალხს. რასაც თავაზობდა? რამოდენიმე რამესაც თავაზობდა. პირველ რიგში მოუმზადეთ გზა უფალს, ანუ მოამზადეთ თქვენი გული მესიასთან შესახვედრად. აღმოსავლეთში, მარტო ისრაელში არა, აღმოსავლეთის იმ ხანად ქვეყნებში, როდესაც დგებოდა ახალი მონარქი, ეს მეფე იქნებოდა თუ ძირითადად აღმოსავლეთში მეფეები და იმპერატორები უფრო დასავლეთში იწოდებოდნენ. მეფეები როცა დგებოდნენ, მათ ისინი არ კმაყოფილდებოდნენ იმით, რომ მათი გავლენა და ძლევამოსილება ვრცელდებოდა დედაქალაქზე. მათ აინტერესებდათ მოსაზღვრე ქალაქებში, სხვა სახელმწიფოებთან ახლოს მდებარე ქალაქებში რა მდგომარეობა იყო, ვრცელდებოდა თუ არა ამ ქალაქებზე მისი ძალაუფლება. ამიტომ რა საკეთებდა? წინასწარ აგზავნიდა, ირჩევდა ამ ქალაქებს, მოსაზღვრე ქალაქებს, ეს ისტორიულად არის ცნობილი და მაცნეს აგზავნიდა. ეს იყო რიგრიგობით სხვადასხვა ქალაქში. მაცნე მიდიოდა ამ ქალაქში, მოსაზღვრე ქალაქში და აუწყებდა იმას, რომ მოვან დროს ან მალე გეწევათ თქვენს ქალაქში, თქვენს მხარეში მონარქი, ჩვენი მეფე. ხალხი იწყებდა სამზადის, მაგრამ ამის გარდა ის რამოდენიმე დღით, ზოგჯერ კვირით ადრე აგზავნიდა თავის მონებს, ბატონიმეებს, მოსამსახურეებს, რომ იმ დედაქალაქიდან, სადაც ის იმყოფებოდა მონარქი, იმამდის ქალაქამდე, მოსაზღვრე ქალაქამდე გზა გაეთავისუფლებინათ და მოეწესრიგებინათ გზა, იმიტომ ჩემო ძვირფასებო, რომ იმ დროს ცნობილია ისტორიულად, რომ მრავალი ბანდიტი იმყოფებოდა, შეიძლება შეხვედროდა მეფეს. ამავე დროს იყვნენ ქვეყანაში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც საშიშროებას უქმნიდნენ მეფეს. და თუ ისტორიას შევხედავთ, უმეტესი მეფე თავისი სიკვდილით არ არის მომკვდარი, გარდაცვლილი. 80% მეფეების სულ ყველანი არიან მოკლულები.
და ვისი ხელით? ახლობლების ხელით, ოპოზიციონერების ხელით და აი ეს საშიშროება, როდესაც ექმნებოდა ამ გზაზე მიმოვალ მეფეს, ის წინასწარ აგზავნიდა, რომ ეს გზა ხშირად ხელოვნურათა ხერგავდნენ ამ გზას, რომ მეფე შეყოვნებულიყო, რომ თავდასხმოდნენ. ამიტომ მას უნდა გაენთავისუფლებინა ეს გზა იმ ქალაქამდე, სადაც მიდიოდა, რომ მეფის შეყოვნება არ შეიძლებოდა სწრაფად თავის ამალასთან ერთად უნდა ჩასულიყო იმ ქალაქში. აი ამასთან დაკავშირებით იოანე მერე გვიყვება ჩვენ. რა წინააღმდეგობები შეიძლება შეხვედროდა მეფეს გზაზე და რა უნდა გაეკეთებინათ, რა უნდა მოეცილებინათ ამ მონებს. პირველ რიგში მთები და ბორცვები. მთები და ბორცვები. იქ თუ დიდი ხანს არ იყო ნამყოფი და ეს გზა, ამ გზაზე დიდ ხანს არ იყვნენ ნამყოფი მოსიარული ადამიანები, ხშირად ხდებოდა ხოლმე მიწისძვრები, ხშირად ხდებოდა ხოლმე ეგრეთ წოდებული მიწის ჩამონგრევა და მერე ხელოვნური ეს ბორცვები და მთების მსგავსი, მთები კი არა, მაგრამ ბორცვები იქმნებოდა. ამიტომ ამ მონებს უნდა ეს გაენთავისუფლებინათ, გზიდან გადაეყარათ და რომ მეფეს სწრაფად გაევლო. სიმბოლურად ეს არის მეტაფორა იოანეს, რაც იოანემ თავის სიტყვებით გამოხატა. ეს არის ადამიანის სიამაყე და ურჩობა. ეს არის იმ დროს და ყველა დროს და ჩვენს დროსაც ადამიანების სიამაყე და ურჩობა. თქვენ გონიათ, როდესაც იორდანესთან იოანე გადაგებდა, კი ისმენდნენ, მაგრამ ყველა იღებდა ამ სიტყვას. ძალიან ბევრნი იყვნენ იქ, ვინც ურჩნით და ამაყნი იყვნენ, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ ღმერთის სიტყვას, იოანეს სიტყვას და არ იღებდნენ ისინი თავიანთ გულში. გსმენიათ ასეთი სიტყვები, თუნდაც ეკლესიაში, თუნდაც თქვენ ახლობლებისაგან, რომ არ მინდა დამანებე თავი. გსმენიათ ესეთი გამონათქვამი. ან გსმენიათ ეს ჩემი აზრია. შენი აზრი გაქვს, მე ჩემი აზრია მაქვს. მე ჩემი რწმენა მაქვს. რაც გინდა ის იფიქრე, მე ჩემი გეგმა მაქვს. ზოგი ხმას არ იღებს, მაგრამ უარესს აკეთებს. ეს არის ურჩობა, რომელსაც მოსდევს ადამიანის მიმართ სიამაყე და იცით რით მთავრდება და რა არის ამაში ცუდი? ის არის, რომ თუ ურჩობა და სიამაყე რჩება ქრისტიანს სულიწმინდა მთიან ბორცვიან გულში ვერ იმოქმედებს. და ასეთი ქრისტიანების ცხოვრება არის ბუტაფორია. გარეგნული, მოჩვენებითი. კი, ქრისტიანია, მაგრამ ღმერთს არ იკუთვნის, იმიტომ რომ სულიწმინდა არ მოქმედებს. რატო არ მოქმედებს სულიწმინდა? იმიტომ რომ მთიანი ბორცვიანი გული აქვს და ვერ მოქმედებს სულიწმინდა. ურჩობით არის სავსე. ვის ეურჩება? ეურჩება არა ადამიანს, ეურჩება არა ადამიანს, არამედ რა, ვისო? ღმერთს, სულიწმინდას ეურჩება. აი რატო სთავაზობდა სიმბოლურად იოანე თავის ხალხს აი ამ სიტყვებს. მეორე, ყოველი ხევი ამოივსება. უცბად მოვარდნილ წვიმის წყალს შეუძლია უცბად გააკეთოს ხევის მსგავსი აი ესეთი ჩაღრმავებული ადგილი. მე მქონდა ერთ ადგილზე ვენახი, მე ის ვენახი გავყიდე, როგორც კი წვიმა მოვიდოდა, ხევის მსგავსი იყო, დახრამავდა, ჩავიდოდა, იქ შეუძლებელი იყო გინდაც ტაჭკით ეგრეთ წოდებული იმით, გინდაც მანქანით გადასვლა. დატანჯული ვიყავი, ავდექი და გავყიდე. იმიტომ რომ ეს ხევი წარმოადგენს ძალიან ასევე ცუდ წინაღობას იმისათვის, რომ ადამიანმა მიაღწიოს დანიშნულ ადგილზე.
ეს არის რა არის რის სიმბოლოა? კარგად აიხსოვეთ, ეს არის სიბნელეში, იდუმალებაში ჩადენილი საყვარელი ცოდვები, რომელიც აფრკოლებს და შეიძლება გრძელდება არიან ქრისტიანები, რომლებიც წლობით ერთი და იგივე დაფარულ ცოდვებს, საყვარელ ცოდვებს აგრძელებენ. ჩანს ეს? არა ჩანს. შეიძლება მარტო შინაურმა ძალიან ახლობელმა გაიგოს, მაგრამ ისინი მალავენ, ჩაღრმავებულია, ხევია ეს. და ამიტომაც თავაზობს ეს. ზოგი როგორც სოლომონი იძახის, თავისთვის კი არ აკეთებს ამ ხევს. ზოგი სხვას უთხრის ამ ხევს, ორმოს. მაგრამ ხშირად თვითონ ავარდებიან. ის ვინც ათხრის ორმოს, თვითონვე ვარდებიან შიგა. აი ეს არის მეორე შეთავაზება და ეს არის მეორე დაფრკოლება გზისა, რომელიც უნდა აი ამ მსახურებს გაინთავისუფლებინათ. და მესამე ეს არის ოღრო-ჩოღრო მდუდე ზიგზაგებით სავსე გზა. რატო ხდებოდა ესე? თუ თავარი გზები დღესაც ესეა, თუ აი მე მინახია ჩემ თვალით და იმიტომ გეუბნებით, თავარი გზა, ეს იქნება სამანქანე გზა, იქნება თუ საცალფეხო გზა, იქნება ნებისმიერი გზა, თუ იხერგება რაიმით, ან ხევით, ან ჩამონაწოლი რაღაცით, ხანდახან ნაგავსაყრიან ხოლმე, რას აკეთებენ ადამიანები თუ იცით? კი არ ასუფთავებენ იმ გზას, გვერდსაულიან. მეორე დაფრკოლება ისევ გვერდსაულიან და აი ესე მერე მთელი გზა, მე ჩემი თვალით მინახია, რომ სადღაც როცა მინდოდა ჩემ ადგილზე მივსულიყავი, ორ იმდენ იმას ვაკეთებდი. აი ესე აულიდი, ჩაულიდი, არასწორი ზიგზაგი, ოღრო-ჩოღრო გზა. რა არის ეს? რის მანიშნებელია? რას მოგვასწავებს? რას ნიშნავს ეს ოღრო-ჩოღრო გზა? ეს არის ჩემო ძვირფასებო იწყება არასწორი ბიბლიური აზროვნებით. ეს არის არაბიბლიური აზროვნება, რომელსაც მოსდევს არასწორი ცხოვრება, არასწორი ბიზნესი, არასწორი ცხოვრების წესი, სამწუხაროდ ქრისტიანები, ბევრი ქრისტიანები დადიან ამ გზაზე. მე მინახია ჩემი ყურებითა და ჩემი გამიგია და ჩემი თვალებით მინახია, როდესაც გაჭირვების წლებში ქრისტიანები ვაჭრობდნენ სპირტით. და როგორ სპირტით? თბილისში, აქედან აქ ყიდულობდნენ, თბილისში მიჰქონდათ, ედგათ ჭიქა და აი ეს ვის უნდა დაელია? აი ეხლა როგორ აფიქრობთ, ბაზარზე ერთი ჭიქით ვინ უნდა დალიოს სასმელი? წყალნარევი თითქოს არაყი იყო, მაგრამ სპირტი. ლოთები. დეგრადირებული ადამიანები, საცოდავები, რომლებსაც ასპობდნენ და როდესაც ერთ-ერთი უთხარი რომ რას აკეთებ ამას კაცო? აბა რით ვიცხოვრო? მაგრამ ამაში არასწორი აზროვნება ჰქონდა. აზროვნების დეფიციტი იყო. როგორ შეიძლება ამ წესით მოპოვებული ფულით გამოყვებო შენი ოჯახი? ვიცი ქრისტიანი, რომელიც ორნი მუშაობდნენ კაზინოში. ერთ-ერთ ცუდ რესტორანში მუშაობდა ჩვენი მორწმუნისისა და როგორც თვითმხილველმა თქვა, მორწმუნე თითლებოდა, ეცვა საცვლებამდე მოკლე კაბა და ყოველ გავლის გამოვლისას ვიღაცა ცუდი ადამიანები ჩქმენტავდნენ და რაღაცას უშვრებოდნენ. მაგრამ მაღალი ანაზღაურება იყო. იმასაც მოვესწარი, რომ ერთხელ უცხოეთში ერთ-ერთ გერმანიაში ყოფნის დროს ერთ-ერთი კაცი მოვიდა დიაკვანი თან და შეიძლება ეს ისტორია ვიღაცისთვის მოყოლილი მაქვს, რომ მეკითხებოდა, რომ საქმე მაქვს შენთანო, როგორც უცხო ქვეყნიდან, აღმოსავლეთის ქვეყნიდან მოსულ უცხო. ერთი შეკითხვა მაქვს. კი ბატონო მეთქი. შეიძლება თუ არა, რომ მე დიაკვანმა ვიმუშაო როგორც მასაჟისტათო. მასაჟისტი იცით რა არის? მე ვთხარ როგორ შეიძლება, რა ვიცი ახლა მასაჟისტი, გააჩნიერი სამეთქი და მეო მასაჟისტათა მუშაობო ქალების აბანოშიო. აი საუნა არის, სადაც ქალები იკრიბებიან და მასაჟისტად. და ერთადერთი პირველი რაც ვიფიქრე,
ნეტა მაწოდინე რა აზროვნება აქვს ამას. რა აზროვნება აქვს. არასწორი ბიბლიური აზროვნებას მივყავართ აი ამ გზამდე. ოღრო-ჩოღრო გზამდე. სადაც ქრისტიანები ვერ იგებენ როგორი ცხოვრებით უნდა იცხოვრონ. როგორი ცხოვრების წესით უნდა იცხოვრონ. აი ამ აზროვნებას ოღრო-ჩოღრო გზას მიყავს ქრისტიანები იმ მდგომარეობამდე, რომ თვითონ ვეღარ გაურჩევიათ როგორი ცხოვრების წესი გამოიყენონ თავიანთ პრაქტიკაში. და მათთვის არის მთავარი რა, ასეთი ქრისტიანებისათვის ფული, გართობა და სიამოვნება. საკუთარი სიამოვნება. აი სადამდე მიხავს, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ გზამ და რატო ლაპარაკობს იოანე ამ გზის მოცილებას, გასუფთავებას. და ბოლოს, რასას თავაზობს თვითონ იოანე ამ ხალხს, რასას თავაზობს? პირველი, რასაც თავაზობს, არის იქედნეთა ნაშოვნო, ეუბნება. რა არის ეს? თქვენ გველის წიწილებო, ქართულად რო თქვა, გველის წიწილებო. ეს გველი იქედ იმ უდაბნოში, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ნაპრალებში და იმაში იმალებიან. ბევრი ყოფილა შემთხვევა, მე წაკითხული მაქვს, როდესაც და თან ისეთ ფერს იღებენ, ლამაზები არიან, ოღონდ ისეთ ფერს იღებენ, კამელეონივით, როგორიც ნიადაგია და ეს მოგზაურები რომ მიდიან, ბევრი დააბიჯებს, ანახლო დაადგავს ფეხსა და მაშინვე უკბენს და ესენი არიან შხამიანები. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფარისევლური რელიგია, თვალთმაქცობა, ეს არის გარეგნული ქრისტიანობა, შიგნიტკი სიბინძურე, რომელსაც ბევრი უყურებს და ვნებს თავის თავს. რა შეიძლება ადამიანმა ასეთი ქრისტიანებისაგან ისწავლოს, თუ არა ის, რაც ამ ქრისტიანს აქვს. ეს არის გარეგნული თვალთმაქცური ფარისევლური ქრისტიანობა. იოანე თვალს უხელს მათ ესეთ ადამიანებს და ურჩევს, რომ შეხედონ თავიანთ თავს და შეხედონ თავიანთ გულს, შეადარონ ღვთის სიტყვას. აი, აქ ეს უკვე მთავარია იმით, რომ როდესაც ადამიანი ძალიან დიდხანს აგრძელებს ესეთ არასწორ ცხოვრებას, აზროვნებით არასწორ ცხოვრებას, მისთვის ძნელი ხდება ეტალონი, მისთვის ძნელი ხდება ნიმუში სწორი ცხოვრებისა და სწორი ქრისტიანობისა. და ამ დროს რა არის მნიშვნელოვანი, რას უნდა შეხედონ? ქრისტიანები ერთმანეთს რო უყურებენ, ეს კარგია, მაგრამ თუ ერთმანეთზე უარესები არიან, ერთადერთი ნიმუში, რასაც შეიძლება რომ შეხედონ, ეს არის ღვთის სიტყვა. და როდესაც ღვთის სიტყვას შეხედავენ, წაიკითხავენ, შეადარებენ თავიანთ, აი რატო არის ხშირად კითხვა ბიბლიისა, სისტემატიურად კითხვა, იმიტომ რომ ბიბლია თვალებს გვიხელს და გვანახებს რა მდგომარეობაში, სულიერ მდგომარეობაში ვართ ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი. მერე ამის მერე იძახის, გამოიღეთ მონანიების ღირსეული ნაყოფი. ანუ ეს იგივეა, რაც შეიცვალე გული, შეიცვალე აზროვნება, შეიცვალე ცხოვრების წესი. და ქრისტე უფრო მეც იძახის, უფრო მკაცრად იძახის, თუ შენი ხელი გაცდუნებს მოიკვეთე, თუ შენი თვალი ამოითხარე. ასევე შეიძლება ჩვენ ვთქვათ, ჩვენ მხრივ, რომ თუ რაიმე სიხარბე გძლევს დათმე, თუ შენი საქმიანობა, შენი სამსახური ხშირად, როდესაც აი ამით არის გამართლება თავისი ყველაზე გავრცელებული, აბა რა ოქნა მე ეგეთი სამსახური მაქვს და აბა რა ოქნა. რა ჯანდაბად გინდა ეს სამსახური თუ ხელს გიშლის შენ სულიერ ცხოვრებაში. დათმე, მიაგდე, მოაშორე თავიდან. იმიტომ რომ ნათქვამია, რა სარგებელი აქვს ადამიანს. მთელი ქვეყანა შეიძინოს და თავისი სული დაღუპოს. და მესამე იოანე პირდება ასეთ ადამიანებს, რომლებიც ასუფთავებენ თავიანთ გზას, სულიერ გზას, პირდება, რომ მხოლოდ მაშინ იხილავენ ღვთის დიდებას,
ღვთის დიდებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთთან ექნება ურთიერთობა, მათი ცხოვრება შეიცვლება. დიდება ბევრჯერ გვინახია ძველშიაც და ახალ აღთქმაშიაც ღმერთის დიდება. დიდება უფლისა, რომელიც გამოვლინდა ეგვიპტეში. დიდება ღმერთისა ღამე კარავზე რო ეშვებოდა, მთელი არემარე უყურებდა, ებრაელები რო დაბანაკდებოდნენ, დიდი სინათლის სვეტი ეშვებოდა ამ კარავზე, ეს იყო უფლის დიდება, სინას მთაზე კვამლი, ბოლი, ცეცხლი ადიოდა, ესეც იყო უფლის დიდება. ელიამ თავისი თვალით ნახა მთაზე, ქარმილის მთაზე ღმერთის დიდება. სოლომონმა როდესაც დაასრულა ტაძრის მშენებლობა, კვამლით აივსო, იქავრობა და ეს იყო ღვთის დიდება. ყველა ხედავდა ამას და ეშინოდა. ახალ აღთქმაში თაბორის მთაზე ნაწილმა მოციქულებისამ ნახეს დიდება ღვთისა, როდესაც გაფრწყინდა იესო ქრისტე და ყველაზე დიდება იყო გოლგოთის მთაზე. ამაზე უკვე აღარ მოვყვებით. იცით თქვენ რით დასრულდა ღმერთმა როგორი პასუხი გასცა. ეს იყო ღვთის დიდება. ღვთის დიდების დღევანდელ დღეს, ღვთის დიდების ყველაზე დიდი გამოვლინება თუ იცით რა არის? ადამიანის შეცვლილი გული და შეცვლილი ცხოვრება. ყველაზე დიდი დიდება შეიძლება დავინახოთ, როდესაც ადამიანს ეცვლება გული, ეცვლება აზროვნება და ეცვლება ცხოვრება, შეცვლილი. ყველა, ვინც ამას ახედავს, იძახის ძირითადად ამ სიტყვებს. დიდება უფალს, რომ ეს ადამიანი მე მახსოვს სხვანაირი და ნახეთ ღმერთმა როგორ ჩამოაყალიბაო. დღეს ყველაზე ძალიან ეს ღმერთის დიდება, ჩემო ძვირფასებო, ვისაც ჭირდებათ ვიცით? ეკლესიას, აი რაზედაც ზურა მილაპარაკა. ეკლესიასაც ჭირდება ყველაზე ძალიან ეს დიდება, რათა დაინახონ გარემ დგომმა ადამიანებმა, უცხოებმა დაინახონ, ურწმუნოებმა დაინახონ, თუ როგორი სულისკვეთებით მოდიან, როგორი ცხოვრებითა ცხოვრობენ, როგორი წმინდაა ეკლესია და ადიდონ ღმერთი. აი ეს არის ყველაზე დიდი დიდება და დღეს ყველანი მეც თქვენც ყველანი და სხვა ყველა ეკლესიაში უნდა ცდილობდნენ მორწმუნეები, რომ ღმერთის გამოვლინება, ძალის გამოვლინება, ღვთის დიდების გამოვლინება მოხდეს ეკლესიაში. ამაზე ილოცეთ, იმარხულეთ და შეიცვალეთ თქვენი პირადი ცხოვრება. დიდება გქონდეს უფლის სახელს. ამენ.